გამარჯობა მეგობრებო. დანიელმა უკვე 3 კვირა ხინკალი და დანი, როგორც იქნა ჩვენ წინ დევს ხინკალი. დღეს ვიწუწავებთ, არ ვიცი რამდენად ესთეტიური კადრები გამოვა, მაგრამ მონტაჟით რაღაცას მოვახერხებთ. ხელსახოცები გვაქვს ტონა და წყალი გვაქვს ტონა. დავიწყოთ? ხო. ხინკალი მოკლედ. 2 ტონა, მუჭა და ხინკლის სახლი. ცოტა მეშინია. რისი? არაფერს არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჭამე ისე, ვითომ საერთოდ მარტო ხარ ოთახში. დანიელ, რომელი ხინკლით დავიწყოთ? ხინკლის სახლი? მიდი. ხინკლის სახლი გასინჯე და სანამ შენ ამას გასინჯავ და მეტყვი რა როგორი ხინკალი იქნება, 2 სიტყვის თქმა მინდა რა. გამოვიძახეთ ისევ შეფასებების მიხედვით, მაგრამ რამდენად კარგი შეფასებაც არ უნდა გქონდეს, 2 ლარნახევარი არის თითოს ფასი დაახლოებით. მეტნაკლებად. ძალიან ცოტა სხვაობით 2 ლარი და 54 რიღიც დაახლოებით ერთი ხინკალი და ფასს როცა ვეხებით ხოლმე, ანუ ფასით აქ ვერ შევაფასებთ, მაგრამ თუ რამე გამოგვიძახებია და გვითქვამს რომ ძვირია იმ პროდუქტისთვის, ხინკლისთვის 2 ლარნახევარი ერთი ძალისთვის ყველაზე მეტად ძვირია, ანუ მაგის თქმა მინდოდა და ეხლა გავსინჯავთ და ვნახავთ როგორი ხინკალია, დავიწყეთ ხინკლის სახლით. დანი, გასინჯე შენ უკვე. და მეწუწა. დანიელის პირველივე ხინკლის გასინჯვისას პატარა პრობლემა შეგვექმნა, აქედან გამომდინარე, ჩვენი რონალდოს პორტუგალიის მაისური შეიცვალა კვარას მაისურით. დანიელ, მითხარი ახლა როგორი ხინკალი იყო ეს რაც გასინჯე და ნახევარი მაისური ჩამოისხე. მე გავსინჯავ. ბევრი ისა. ხარ. რა ქვია, ბევრი ისა ქვია. ეგ რა არის? მითხარი მწვანილზე მეუბნები? ანუ ყველა ხინკალი ქალაქურია და ქალაქურის კვალობაზე შევაფასოთ და შეხედე, ანუ არც ხორცი არ მოწევს, მაგრამ გავსინჯე. არ მოგწონს, ხო? მე ახლა ვიტყვი ჩემს აზრს ამ ხინკალთან დაკავშირებით. ეს ხინკალი არის ხინკლის სახლი. არ ვიცი შემდეგი ხინკლები როგორი იქნება, მაგრამ ჩემი აზრი არის, რომ ხორცი საერთოდ არ მომეწონა გემი. მწვანილები ჩემთვის ნორმალურია, მაგრამ ხახვები არის ზედმეტად დიდად დაჭრილი და ისე ჩალაგებული. ეგ ჩემთვის ხინკალში პრობლემაა და მთლიანობაშიც გემო რო ავიღო, დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. რამდენს დაუწერდი? 1. ერთიანს დაუწერდი? მე ერთიანს არ დაუწერდი, იყოს 4-იანი, მაგრამ 4-იანი ნიშნავს იმას, რომ შემდეგისთვის ამ ხინკალს აღარ გავსინჯავდი. მეც. აღარ ხო? იმიტომ რომ ბევრი მწვანილი აქვს და ანუ ხო რა, ანუ მწვანილები დიდად არის ძალიან დაჭრილი, ხორცი დიდად არ მომეწონა და მთლიანობაშიც გემო არ მომეწონა. წვენს რაც შეეხება აქვს, მაგრამ ეგ თვითონ წვენიც რამდენად გემრიელია, ეგეც გემოვნების საკითხია. ჩემთვის მოკლედ 4-იანია, შენთვის 1. რა. ეგ ხინკალი რამდენს უწევს შეფასებას? 1. კარგი. ვიდრე დანიელ მუჭას ხინკალს გავსინჯავთ, მანამდე ეს ჩანგალი აქ რო დევს, მოკლედ ხინკალთან ჩანგალს საერთოდ არაფერი არ ესაქმება. ხო მართალია, ხინკალი უნდა ჭამო ხელით, რა თქმა უნდა. და იცი რა, შენისი ფორმა გეცვა რომ დავიწყეთ? რონალდოს, ხო? მოკლედ მსოფლიოს ჩემპიონატია, ამიტომ წარმოდგენილი ვართ ფეხბურთის მაისურებით. დანიელის საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო და დანიელს უნდა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს რონალდომ და მე და დანიელი ამ ბავში ვერ ვემთხვევით ერთმანეთს და ჩემი აზრით მოიგებს არგენტინა. და ვნახოთ, ხო? და იცი რა, თქვათ დანი? ეს მესის ფორმაა. თხელი, ხო. ხო და თქვენ დაგვიწერეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რომელი არის თქვენი ფავორიტი გუნდი, ჩვენ ახლა გავსინჯავთ მუჭას ხინკალს, გადაიღეთ. ვიზუალურად მუჭას ხინკალი და 2 ტონას ხინკალი ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ხინკლის სახლის ხინკალი. ესეც იდეაში მნიშვნელოვანია, როცა კარგად გამოიყურება, კი აი, ნორმალური ხინკალია, როგორიც უნდა იყოს. მიდი, აბა ეხლა დემო ვნახოთ როგორია. 1, 2, 3. ერთად? ხო. ახლა დათვალე. 1, 2, 3. და ეს არის მუჭა. მაგრამ კაი ხორცი აქვს. ხორცი კარგია. უბრალოდ სიცხარე აქვს, დანიელი. შენ ვერ გძნობ? შენთვის ნორმალურია? მე ხორცის არ შემიჭამ. ხინკლის სახლის ხინკალს, მუჭას ხინკალი აშკარად ჯობს, მაგრამ ცოტა ხორცი მწარია.
აი ესეთი რეაქცია ჰქონდა დანიელს მოკლედ მუჭა-მუჭას ხინკალზე. აქედან გამომდინარე ძალიან ცხარი არის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არაფერი დამატებით არ გვაქვს არც მოყრილი გამამწარა როგორ არ გამამწარა დანიელ უბრალოდ შენ უფრო მეტად გაგამწარა ვიდრე მე ნამდვილად ძალიან მწარე ხინკალი იყო და მოდი ვთქვათ დანი შეფასება იმიტომ რომ შენმა რეაქცია ისედაც ნოლია ერთიანს არ დაუწერ არა ხინკლის სახლს ვიზუალურად ჯობდა გემოთი ძალიან მწარე იყო არა სამიანს დაუწერ ამას ხინკლის სახლს მაინც უპირატესობას მივანიჭებ და მოდი იყოს სამიანი რატო ხუთარია ვიღაცებს მწარე ხო უყვართ და ჩვენ ვაფასებთ ზოგადად ხინკალი როგორია არც ის მომეწონა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2 ტონას ხინკალი ძალიან კარგი იქნება არც მეც არ მომეწონა მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ ორივე ხინკალს დანიელ ვიდრე 2 ტონას ხინკალს გავსინჯავთ იცი რისი კითხვა მინდა გახსოვს წინა ვიდეოში ჩვენ ბოქსი რო გქონდა კოლოფი მაკოლოფზე რა ვთქვით აბა იცი მართლა რა დევში დიდით ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ დანიელის თხოვნით რომ გაჩვენოთ არა გაჩვენოთ კი არა გითხრათ ანუ ჩვენ ვთქვით რომ 1000 გამომწერზე გავხსნიდით ბოქს და ვნახავდით რა იდებოდა შიგნით მაგრამ დანიელის თხოვნით ეხლა უნდა გითხრათ რა იქნებოდა როცა ავიდოით 1000 გამომწერზე იცი რა აბა 5000-ზე რო ავალთ გავათავისებთ PlayStation-ს 5-ს. ხო, ანუ მოკლედ იმ ბოქსში idო ესეთი კონვერტი, რომელშიც ეწერა, რომ 5000 გამომწერზე YouTube-ზე გავათამაშებდით ახალ PlayStation 5-ს. წესები თუ როგორ უნდა მოიგონ PlayStation 5, ეს ვიდეო როცა YouTube-ზე დაიდება, უკვე Facebook-ზეც იდება დაწვრილებით ახსნილი თუ როგორ უნდა ჩაერთოთ ამ გათამაშებაში, ასე რომ გადადით Facebook-ზე, აქ სადღაც ამონათდება ჩვენი Facebook-ი, აღწერაში ლინკიც იდება, გადადით და დაწვრილებით ნახავთ ყველაფერს ამ გათამაშებასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ, რაც შეიძლება მალე ავიდეთ 5000-ზე, რომ სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. დანი, გავაგრძელოთ 2 ტონა გავსინჯოთ და ვნახოთ რა გამოვა. წეგან გადმოვიღე შენ როცა საუბრობდი გათამაშებასთან დაკავშირებით. ნახე აბა როგორია. აბასაც მე ის აქვს. ციცაკა? არა. აბა, წვანილი? და მე ციცაკა. კაი, მე გამოვიტანი აზრი მანდედან დაახლოებით. არც მე არ მომეწონა. როგორი ხინკალია? არა? რის გამო არ მოგეწონა? არა, და მე წვანილი აქვს? ცომი როგორია? ჩემი კაია. ჩემი აზრით ცომი კაია, სიცხარე მეტნაკლებად ნორმალურად აქვს. ცომის კაია. ყველაფერი ნორმალურია ამ ხინკალში, 2 ტონას ხინკალი, ამ ეს ხინკლები ახლოსაც ვერ მივა ამ ხინკალთან. ეს ბევრად უკეთესია. დანიელ, რამდენს დაუწერდი ამ ხინკალს? 1. მე ამ ხინკალს აი როგორც ვთქვი, ნორმალურია, გემოც ნორმალურია, შეზავებაც ნორმალურია, ოდნავ სიცხარე აქვს, მაგრამ ნუ იმ ხინკალთან ახლოსაც არ მივა წინა რაც შევაფასეთ. აქედან გამომდინარე, მე ამ ხინკალზე დანიელ ვიტყოდი 7-ს. მეორე ჩეპე გვაქვს, მაგრამ არაუშავს ამასაც რაღაცა შველება, როგორღაც მოვახერხებთ, რომ დამეწუწო. ხდება ხოლმე დანიელ ხინკლის ჭამის დროს ხდება ეგეთი რაღაც. ხანდახან. რა არის? რანაირი გამომცხარია რა? აი ეგეთი გამომცხარია, რომ წვენი ეს ხა შიგნით. მე ერთი რაღაცის თქმა მინდა ახლა ჩვენი მაყურებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თვითეულ აი ამ ადამიანს ახლა აქ ამოვანათებთ. ძალიან თბილ კომენტარებს რო გვიწერენ დანი. თვითონ თქვენგან ძალიან დიდი მადლობა გამოწერისთვისაც, კომენტარისთვისაც და იმ პირადი შეტყობინებებისთვისაც, რასაც გვწერთ ხოლმე. რა თქმა უნდა, მასშტაბები გაიზრდება, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ დღეს მე და დანიელი ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ თქვენ დადებითი დამოკიდებულება გიჩნდებათ ნელ-ნელა. და გვიწერთ არხს რო იწენ, ხო და ჩვენ ხო 500.000 გამომწერი გვინდა. მან რო ავიდეთ, უთხარი რა უნდა გააკეთონ და დღეს დავასრულოთ ამით ჩვენი ამბავი. უფრო კაი ვიდეოებს ვსწავლებ, რომ აიყვათ 5010 ლაიქზე. რამდენზე? 5010. 5010 ლაიქზე? ხო.
5010 ლაიქზე რო ავალთ, აუცილებლად ბევრად უკეთესი ვიდეოები იქნება. ჩვენი დღევანდელი ხინკლის შეფასება დანიელ გამოვიდა ესეთი. როდეილი გამოცხარე რა არის? რა ვიცი, დანი, ეგ ეხლა გამოცხობის და მუხარშვის პრობლემა არ არის. მანდ შენი ჭამის უნარების პრობლემა უფროა, მაგრამ არ აუშავს. მაგას დავუხვევთ. არ აუშავს, ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები ძმაკაც. მაგრამ დავამუღამებთ ხინკლის ჭამას, ხო? რა, მე შევძელი ესე რომ ეჭამა. დანიელ, მოდი საბოლოო შეფასება ვთქვათ. დანიელისთვის არც ერთი ხინკალი არ არის მოსაწონი, ჩემთვის ამ 3-დან 2 ტონამ გაიმარჯვა. თუმცა წეგანაც აღვნიშნე, უკეთესი ხინკალი გამისინჯავს. კარგად იყავით და შემდეგ ეპიზოდამდე. დაემშვიდობე. კარგად.